მადლობა რომ ექიმი ხარ. აი ქირურგიული სიზუსტით ისე გავერთი რომ მე სახში თუნდა დავუჭვე ხა რაღაცებს კეთება. ყველაფერს ველოდებოდი ლაშა. ეს თუ მომიწევდა ეხლა ეს საქმიანობა ნამდვილად არ წარმოგედგენა. ძალიან ისეთი დაგვაკისრეს პირდაპირ მეგრული ხარჯოს გაკეთება. ხომი არა გვაქვს და მეგრული სიმღერა რო წაუღიღინოთ. ხო, აჰა, მეგონი ჩაჯდა რა? აბა დაატრე. ჩემთან ერთად არიან ლაშა და გიორგი. გიორგი და ლაშა, რომლებიც არიან არა მხოლოდ პროექტ ქართული ჟურის წევრები, არამედ თავად პროექტის ავტორები. თეატრალური კვარტეტის გამორჩეული და განსაკუთრებული წევრი ჩემი მეგობარი ლაშა კერვალიძე. მე კიდე წარმოადგენ გიორგი ლონთათიძეს, რომელიც გახლავთ ანსამბლ შვიდკაცას წევრი, მენეჯერი და აი საოცარი ადამიანი რა და ჩემი უახლოესი მეგობარი. დიდი მადლობა რომ დღეს მოიცალეთ აი ამ დატვირთული პერიოდის განმავლობაში და ხართ ჩვენთან ერთად და დღეს ერთად ვიფუსფუსებთ და მოვამზადებთ მეგრულ ხარჯოს. მე მყავდა ბებია ტყებუჩავას ქალი მეგრელი. შესაბამისად ეს ხარჯოს და ხოლმს იმიტომ ვახსენე ხშირად კეთდებოდა ხოლმე ჩვენთან ოჯახში. განსაკუთრებული და გამორჩეული არის ნამდვილად მეგრული სამზარეულო. უნდა დავჭრათ ხორცი, უნდა დავაჩოპეროთ ნიგოზი და მე მანამდე დავჭრი ხავს, მაგრამ აქვე მინდა აუცილებლად ვიკითხო ეს პროექტის იდეა საიდან გაჩნდა და ზოგადად აი რა მოლოდინები აქვს ამ ყველაფერს. მოგეხსენებათ ჩვენ შვიდკაცა და თეატრალური კვარტეტი საკმაოდ ბევრი წელია, 25 წელს უკვე ავწით, რაც ვემსახურებით თითოეული იმ საქმიანობას, რასაც ქართული მრავალხმიანობა, ქართული სიმღერა ქვია და რა თქმა უნდა ძალიან გვიყვარს ეს საქმე ჩვენი ასე ვთქვათ ცხოვრების სტილიდან და ყველაფრიდან გამომდინარე 24 საათი ფაქტურად ჩართული ვართ ამ ქალაქურ სიმღერაში. ამიტომ გადავწყვეტ რომ უფრო მეტი პოპულარიზება მოგვეხდინა ჩვენი სფეროსი ამ მრავალხმიანობის და გაჩნდა იდეა, მე და ლაშას გაგვიჩნდა იდეა რომ გაგვეკეთებინა ესეთი პროექტი, სადაც მოვიწევდით შედარებით ახალბედა ანსამბლებს, კოლექტივებს, ტრიოებს, კვარტეტებს, რომ მათთვისაც ისეთივე საყვარელი გაგვეხადა ის საქმე, რომელსაც ჩვენ ასე რუდუნებით ვემსახურებით, ასე ვთქვათ და ესე ჩამოყალიბდა, დავწერეთ ასე ვთქვათ, პროექტი, რომელიც შევიტანეთ კულტურის სამინისტროში და ისეთი დადებითი და კარგი გამოხმაურება მოყვა, უკვე ეს პროექტი გახდა შემდგომ უკვე სატელევიზიო ვერსია. ძალიან გვიხარია ის, რომ აი ჩვენი შვილის თაობის ბავშვები დენად ჩართულები არიან ამაში და 13, 14, 15 წლის უფრო პატარებიც, აი ჩემი პატარა არის 11 წლის და უფროსი 16 წლის და აი 11 წლის. და ჩემები არიან 26 და 27 და ისინიც უსმენთ. რა თქმა უნდა, ეგ უკვე ისეთი ასაკია და აი ეს პატარა ბავშვებიც კი ყოველთვის უსმენენ ამ ქართულ სიმღერას და ძალიან უყვართ ძალიან ყველა ასაკზე მოკლედ. კი, ნამდვილად და კონცერტებზეც, რა ვიცი, აი ყველა სიმღერა ფაქტურად ზეპირადიცია. ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ჩვენი ჟანრი, რასაც ქვია ქართული ქალაქური მრავალხმიანი სიმღერა, უფრო და უფრო მეტად პოპულარული ხდება და ეს პროექტიც იმას ემსახურება, რომ სხვათა შორის აქვე ვთქვათ და მადლობა გადავუხადოთ რუსთავიორს იმისათვის, რომ რუსთავიორმა ამ პროექტს შეძინა ზუსტად ის მასშტაბი, რაც ჭირდებოდა კულტურის სამინისტროსთან ერთად და უფრო მეტად ფართო მასებისთვის, უფრო მეტად მისაწვდომი გახდა ეს პროექტი და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის რუსთავიორს. როდესაც ჩვენ დგამდით პირველ ნაბიჯებს და ვიწყებდით არ იყო ის ფუფუნება მაშინ რომ ბენდთან ერთად გემღერა, ორკესტრთან ერთად გემღერა. ახლა პედაგოგი გამოსულიყავი, ახალბედა და გამგარიყავი. ვეძებდით ხოლმე ისეთ აუდიტორიებს, სადაც კარგი აკუსტიკა იყო, რომ იქ შევსულიყავით და რაღაცა ჩვენი ხმები მოგწონებოდა, მოგვესმინა და აი ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს ახლა უკვე კონკურსანტებს და ძალიან გვიხარია, რომ რაც ჩვენ ვერ შევძელით და ჩვენ არ გქონდა იმ ასაკში, როცა ვიწყებდით, ყველაფერს ვთქვით, რომ მივცეთ ამ კონკურსს. ის რომ იმ კუთხიდან დაინახეთ ეს პრობლემები და რაც თქვენ გამოიარეთ, უკვე ეს შევწყვეტით და აი უკვე სხვა მხრიდან დაინახეთ თქვენი თავი და ეს ძალიან მაგარია. სანამ ჩვენს ფინალზე და პროექტის ფინალზე სასაუბროდ გადავალთ, პატარა შესვენება ავიღოთ და უკვე დაგიბრუნდებით თითქმის მზაკერთით. საინტერესო იქნება, როგორი გამოვა მეგრული ხარჯო, რომელიც მე ძალიან მიყვარს.
აბა, როგორ ხართ? დაგიბრუნდით მეორე ჩართვაში, სადაც ჩვენი ხარჩი უკვე მზად არის. მადლობა ბიჭებს დამეხმარნენ და ეს ოპერატიულად მოვამზადეთ. ტრადიციულად ვიმყოფებით გუდილის ვაკის ფილიალში და მოგიყვებით რა ეტაპები გამოვიარეთ აქამდე. პირველ რიგში მოვხარშეთ საქონლის ხორცი, ცოტა გადავუღვარეთ ბულიონი და ჩავამატეთ დაჭრილი ხახვი, რომელიც კარგად დიდხანს შუშეთ ხორცთან ერთად, დავამატეთ კარაქი და როდესაც უკვე თითქმის ჩაიშალა ჩვენი ხახვი, დავამატეთ 1 კოვზი ტომატ პასტა და ჩავაბრუნეთ ჩვენი ნახარში ის ბულიონი, რომელიც ცოტა ხნით გადავდეთ. ასევე დავამატეთ დაბლენდერებული ნიგოზი, დაბლენდერებულ ნიორთან ერთად, აჯიკა, ხმელიც და სველიც და რა თქმა უნდა ხარჩოს სუნელი, მარილი და სულ ეს არის. შემდეგ ეს მასა, როდესაც უკვე კარგად მოიხარშა და გახდა ესეთი ცხიმიანი, ბოლოს დავამატეთ ნახევარი სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი, რომელიც გავხსენით ცივ წყალში და შემდეგ კიდე 1-15 წუთი წამოვადუღეთ დაბალ ცეცხლზე და მივიღეთ იდეალური ხარჩო. ჩვენი კერძი ფინალურ ეტაპს კი მიუახლოვდა, მაგრამ ასევე ძალიან საინტერესოა, რას უნდა ველოდოთ პროექტ ქართულის ფინალში. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ? დაძაბულობაც იმატებს, მუხტი იმატებს. ნამდვილად. ჩვენი ნერვიულობაც იმატებს, ასე კონკურსანტების ნერვიულობაც იმატებს. ნამდვილად და ყველაზე გასახარი კიდე ის არის, რომ თვითონ კონკურსანტებსაც ჩამოუყალიბდათ ერთმანეთში ძალიან მეგობრული და ძალიან კარგი ურთიერთობა და გარდა იმისა, რომ სიმღერას სწავლობენ, აი ძალიან კარგი მეგობრები გახდნენ. ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას. კი, ნამდვილად. ფინალს რაც შეეხება, თვითონ შინაარსი გვინდა რომ დავტოვოთ ისე საიდუმლოდ, კი, ნამდვილად, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მუსიკალურად ძალიან დატვირთული იქნება, არაჩვეულებრივი ორკესტრის თანხლებით ჩატარდება ფინალი და ფინალში მიიღებს მონაწილეობას 6 კონკურსანტი, რომელიც უკვე დარჩება ამ ბოლო საფინალო ეტაპზე. წარმატებები ყველა კონკურსანტს, რა თქმა უნდა, და საინტერესოა ველოდოთ თუ არა მეორე სეზონს გაგრძელდება. ძალიან გვინდა და დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეშხში შევედით, მოკლედ და დიდი სურვილი გვაქვს. გვაქვს. დაინახეთ, რომ პოტენციალი არის, ხო? ანუ რესურსი არსებობს. რაც უკვე დაანამდვილებით ვიცით და სწორედ მოლოდინიც ეს იყო, რომ მე პირადად ვიცი უკვე, რომ რამოდენიმე კოლექტივი უკვე მომავალი წლისთვის აპირებს რომ შეიკრიბოს, რომ მიიღონ მონაწილეობა. ყველაფერს განსაკუთრებით უხდება კოკა-კოლა და ამიტომ ეგ ნამდვილად დაგპატიჟებთ კოკა-კოლაზე. ვერ წარმოგიდგენიათ რა სურნელი ტრიალებს ახლა აქ. რომელია ეს სამზარეულო, რომელიც თქვენ აი არაქართული გამოარჩევდით? მე ზოგადად სტეიკები მიყვარს და არგენტინული ალბათ ხო, ნუ კერძს ვერ გამოვარჩევ, იმიტომ რომ აი კარგი გემორას, აი გემრიელი რაც არის, ყველაფერი შემიძლია მივირთვა. უბრალოდ უფრო აი ევროპის მხარეს გადავიხრებოდი, მაგრამ აი წინა წელს მოგვიწია ბრაზილიაში ყოფნა, არგენტინაში არა ვართ ნამყოფები, მაგრამ საოცარი ხორცი გავსინჯეთ იქაც რა. თუმცა ქართულ სამზარეულოს მაინც არაფერი სამზარეულოს და ჩაკაფულს აბარა ქართულის შემდეგ. ახური მწვადი შამფურზე. კი ბატონო, კარგი ჩაკაფული და კარგი ხარჩო აგერ ბატონო და ამბავი. კაიმერული ხაჭაპური. სხვათა შორის ეგ არის ზუსტად საქართველოში ის რომ ყველა კუთხეს ხო განსაკუთრებული სიმღერა აქვს და თავის დამახასიათებელი ის ამ და ასევეა კერძებიც. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები. კიდევ ერთხელ წარმატებები თქვენ და თქვენს პროექტს, თქვენს ანსამბლებს და მადლობა რუსთავიორს და აუცილებლად ისევ და ისევ კულტურის სამინისტროს უნდა აღვნიშნოთ, რომ პროექტ ქართულს ასე დავდგენ გვერდში და წარმატებული თუ არის ეს პროექტ ქართული, სწორედ კულტურის სამინისტროს და რუსთავიორის დამსახურებაა. წარმატებები და გელოდებით უკვე ფინალის შემდეგ რამე ისეთი ფინალური კერძი აუცილებლად ჩვენ მომემზადებით მანამდე ესე იგი და მოვათ უკვე ძალიან ისე მომზადებული. კარგი. დიდი მადლობა და ნახვამდის. ახლა თქვენ. და პირველ ხმასაც წამოვიყვან სხვათა ხო, შორის. ეგ მნიშვნელოვანია. აუცილებლად. თორე უსიმღეროდ ვალში არ დაგრჩები, ხომ ვალში არ მithვა ქონდა და სიმღერაც ვერ მივე. ესე იგი თქვენგან ღომი და ჩვენგან სიმღერა კი. მომავალ აბა დროებით. კარგად.